ერთდროულად. მაგრამ დრო დადგა სხვა თემაზეც გადავიდე. რა თქმა უნდა. ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ზეგ თბილისში დასრულდა. ღონისძიება უკვე მეხუთედ გაიმართა და ის ყოველ წელს გამორჩეულ სპიკერებსა და ამბებს ეთმობა. გამონაკლისი არც ამჯერად ყოფილა. ფესტივალზე 3 დღის განმავლობაში სხვადასხვა სფეროს 120-ზე მეტი წამყვანი პროფესიონალი მსმენელს თავის უნიკალურ ამბებს უზიარებდა. მრავალფეროვანი განხილვები, მათ შორის მსოფლიოს ახალ პერსპექტივებზე, პირად ისტორიებზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ქალთა ლიდერობაზე, მხატვრობაზე, ფილოსოფიაზე, მედიაზე, ფოტოგრაფიაზე, კინოსა თუ მედიცინაზე 6 პარალელურ სცენაზე მიმდინარეობდა. მომხსენებლებს შორის იყვნენ ნობელიანტი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი, ასევე ლეგენდარული ბერძნული წარმოშობის ბრიტანელი ფოტოგრაფი პლატონი და ბევრი სხვა ძალიან ცნობილი ადამიანი. ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორი იყო კოკა-კოლა, რომელიც ღონისძიებაზე სპეციალური ზონებით იყო წარმოდგენილი. ზეგ ფესტივალი აუდიტორიას მომავალ წლამდე დაემშვიდობა. ზეგ ფესტივალი არის მართლაც ისტორიების, ადამიანების და საინტერესო გამოცდილების გაზიარების უნიკალური სივრცე, რომელიც ძალიან მიხარია, რომ წელსაც სტარდება. მე ყოველთვის ვცდილობ რომ მონაწილეობა მივიღო, ძირითადად ვესწრები და ვიცნობ იმ საოცარ გამოცდილებას, რომელიც დაგროვილია არა მხოლოდ რაღაც ერთ კონკრეტულ სექტორში, არამედ სხვადასხვა სექტორებში, სოფელი მსოფლიოდან ჩამოდიან სპიკერები და რა თქმა უნდა ძალიან დიდი мотиваციაა პირველ რიგში, საოცარ ადამიანებს ხვდებით, უზიარებთ გამოცდილებას, ვსვავთ კითხვებს, ვიღებთ ამ კითხვებზე პასუხებს და რაღაცნაირად თითქოს ზეგისთვის ვემზადებით. ანუ რა იქნება მომავალში. მიხარია რომ ასეთ კარგ ღონისძიებას ვესწრებით, როგორც ჟურნალისტები, ასევე კომუნიკაციის სპეციალისტები. და ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები შევიკრიბეთ და განვიხილეთ მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. როგორც ჟურნალისტისთვის ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ჩვენ დავიწყეთ ჩვენი ფესტივალი 2019 წელს 30 სტუმრით და წლევანდელი მეხუთე ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალმა უკვე უმასპინძლა 120-ზე მეტ მომხსენებელს და სპიკერს მსოფლიოს მართლა ყველა წერტილიდან. განსაკუთრებული იყო მასშტაბით, იმიტომ რომ წელს ყავდა ყველაზე მეტი მომხსენებელი, 120-ზე მეტი სპიკერი ჩამოვიდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მრავალფეროვანი იყო თემატიკის კუთხითაც, ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ეკონომიკაზე, კულტურაზე, არ ვიცი, ნებისმიერი სფერო წარმომადგენელს შეეძლო მისთვის საინტერესო სესია ეპოვა ზეგ ფესტივალზე. ეს ზეგი ჩვენ სულ ამას ვამბობთ, რომ არის ადგილი, სადაც